რა არის ანაფილაქსიური შოკი და რა სიმპტომებით ვლინდება ის ბავშვებში? ანაფილაქსიური შოკი სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე ალერგიული რეაქციაა და ყოველთვის მოითხოვს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას. ანაფილაქსიური შოკი შეიძლება გამოიწვიოს საკვებმა და მედიკამენტებმა, მათ შორის ანტიბიოტიკებმა თერაპიული მკურნალობის დროს. ანაფილაქსიური შოკი შესაძლოა სხვადასხვა სიმძიმის ხარისხით გამოვლინდეს. მდგომარეობის საშუალო ხანგრძლივობა 20 წუთია. რა სიმპტომებს და ნიშნებს უნდა მივაქციოთ ყურადღება? ჩვენებები შესაძლოა იყოს: კანის შეწითლება, შესაძლოა გამონაყარის ფორმით, სუნთქვის გართულება, გაძნელებული საუბარი, ყელის შესიება, სახის შეშუპება, გახშირებული გულისცემა, თავბრუსხვევა, ძლიერი ხველა ან ცემინება. რაც შეიძლება სწრაფად აღმოუჩინეთ ბავშვს პირველადი დახმარება და აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო სამსახური.